დღეს ვაპირებთ, რომ ჩვენი პროექტის მონაწილეები წარმოგიდგინოთ, ის ადამიანები, რომლებიც რეგიონს უკვე ყავს, როგორც ხელოვნური ინტელექტის ტრენერები. რეგიონში პირველად ხელოვნური ინტელექტის კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც საფუძველი ქართულმა მედია ჯგუფმა, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ჩაუყარა. პროექტის ფარგლებში GMG-ს ბაზაზე შეიქმნა AI აკადემია მეტალაბი, რომლის კურს დამთავრებულებმა მიღებული ცოდნა იმ ადამიანებს გაუზიარეს, რომლებსაც ამ ეტაპზე კურსის გავლის შესაძლებლობა არ მიეცათ. გაიმართა პირველი AI კონფერენცია რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის ხალხის ძალიან კარგი ჩართულობით და მთავარი მონაპოვარი რეალურად დღევანდელი კონფერენციის ის არის, რომ პირველი რომ ხალხი ინტერესდება უკვე ამ სფეროთი და მეორე ახლებურად ფიქრი ვისწავლოთ. გავიაზროთ, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე მოადგა ჩვენს კარებს, უკვე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვიმყოფებით, ამას უკან ვეღარაფერი ვეღარ დააბრუნებს, ვეღარ შევიმალებით გამოქვაბულებში, ვეღარ დავიკეტებით სადღაც ტყეებში, ვერ გავიქცევით და ჩვენ გვჭირდება გააზრება, გათვითცნობიერება, სწავლა, მეტი და მეტი ხელსაწყოს ათვისება, მეტი და მეტი უნარის ათვისება იმისათვის, რომ შევძლოთ ოპერირება და ზოგადად ნავიგაცია ხელოვნური ინტელექტის ახალ სამყაროში. AI კონფერენციაზე პროექტის მონაწილეებმა კურსის საკითხები 6 პრეზენტაციით წარმოადგინეს და მოწვეულ სტუმრებს დეტალურად აუხსნეს, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ChatGPT არ არის და დიდი ენობრივი მოდელების გარდა ის გაცილებით ფართო შესაძლებლობებს გვთავაზობს, რომელთა ცოდნის გარეშე უახლოეს წლებში ვერცერთი სფერო ვერ გაუძლებს თანამედროვე გამოწვევებს. შეგვიძლია OSCE-ის საშუალებით მოვიძიოთ ინფორმაცია, გავაანალიზოთ და შემდეგ სკოლასაც მივაწოდოთ. რეალურად AI აგენტი იყენებს სხვადასხვა აპლიკაციებს, ის წერს საუკეთესო ტექსტებს. ჩემი თემა ეხებოდა ერთ-ერთ პლატფორმას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ იმართება. აქამდე ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით გარკვეული ცოდნა მქონდა, თუმცა არა ასეთი მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, განსაკუთრებით ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. მასწავლებელი ვარ და აქაც არაერთხელ იყო გაჟღერებული, რომ განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის როლი უფრო და უფრო იზრდება. პროექტის მონაწილეებმა შეაჯამეს ის გამოცდილება და ცოდნა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი ექსპერტებისგან მიიღეს. ვფიქრობ, რომ მათ უკვე შეუძლიათ ის მიღებული ცოდნა კომპეტენტურად, კვალიფიცირებულად გაუზიარონ სხვა ადამიანებს, ვინც ამ ეტაპზე ვერ მოხვდა ჩვენ პროექტებში. კონფერენციის მეორე ნაწილი პანელ დისკუსიას დაეთმო, სადაც მოწვეულმა ექსპერტებმა აუდიტორიას ის ეტაპები, საფრთხეები და შესაძლებლობები გააცნეს, რასაც ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ პროგნოზირებენ. მე ვფიქრობ, რომ დავუვიანეთ კიდევაც ამ თემაზე ლაპარაკი. იმიტომ რომ მსოფლიო განვითარებული ქვეყნები, საზოგადოებები ბევრად წინ არიან ჩვენზე, იმ გაგებით, რომ იქ უკვე ძალიან აქტიურად იყენებენ აი ამ ინსტრუმენტს. ჩვენ კი ეხლა ვდგავთ პირველ ნაბიჯებს და თქვენი ორგანიზაცია არის ერთ-ერთი, რომელიც იზრდებს ადამიანებს პროფესიის მიუხედავად, რომ რაღაცა ცოდნა მივიღოთ. დამსწრე აუდიტორიას ჟურნალისტები, ექიმები, პედაგოგები და სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლები შეადგენდნენ, რომლებმაც შეხვედრის დასასრულს აღნიშნულ თემაზე ქართულ მედია ჯგუფთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს. ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სფეროს და მისი შესაძლებლობების გააზრება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ჩვენთან ერთად მასობრივად ეყენებენ, თუმცა ისინი დაბადებიდან ვიცით სხვა ციფრულ რეალობაში ცხოვრობენ, ეს ინსტრუმენტები მასთვის აგრძელება ამ რეალობის და იმისთვის რომ კარგად გაარჩიონ, განსხვავონ ენდონ, არენდონ სწავლის პროცესში რამდენად გამოიყენონ ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტი და მისი აპლიკაციები ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი შეხვედრები. ნახეთ გადამზადებული ახალგაზრდა თაობა, რომელიც შემდგომ კიდევ გადასცემენ ინფორმაციას მოსახლეობას და ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეხვედრა. თქმა უნდა, გავრცელება არის საჭირო აი ამ ინფორმაციის აუცილებლად, რომ მოიცვას დიდი რაოდენობა მოსახლეობის. საოცარი კონფერენცია იყო და მივდივარ 10 თავით ამაღლებული ემოციურად, ინტელექტუალურად და ამაყი ამ ყველა ამ ჯგუფით, რომელმაც ეს მოამზადა ეს ბავშვები. და რა თქმა უნდა, ამის გარეშე ჩვენი ცხოვრება ძალიან უკან იქნება. საქართველოს უნდა ძალიან წინ წავიდეთ ამაში. პირველი ნაბიჯები იდგმება რეალურად. რა აი ამ ხელა სივრცეში შევიკრიბეთ მშვენიერი პრეზენტაციები ვნახე ახალგაზრდებისა, რომლებიც აი
ერთვებიან ამ საქმეში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში საუკეთესოდ გამოიყენებენ. ფაქტიურად აქ იბადებიან ადამიანები, რომლებიც მომავალში ამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიაღწევენ ჩემი აზრით სერიოზულ წარმატებებს. პროექტის ავტორების თქმით, ექსპრეს კურსის მიზანია შემზღუდავი კანონებისა და ცენზურის პირობებში ჟურნალისტებს, იურისტებს, უფლებადამცველებს თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებს ოპერირების გაგრძელება თანამედროვე ტექნოლოგიებით და AI ხელსაწყოების გამოყენებით დამოუკიდებლად შეეძლოთ.